მთვარის ზედაპირზე ერთ-ერთ კრატერს მისიის მეთაურის გარდაცვლილი მეუღლის სახელი კეროლი ეწოდა. ბოლო დღეებია ეს ფაქტი მარადიულის სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. საქმე ისაა, რომ არტემიდა 2-ის მისიის მიმდინარეობისას ასტრონავტმა ჯერემი ჰანსენმა NASA-ს წარმომადგენელ კელსი იანგს გაუზიარა ეკიპაჟის სურვილი სახელი მიენიჭებინათ მთვარის იმ კრატერებისთვის, რომლებსაც ისინი როგორც შეუიარაღებელი თვალით, ისე გრძელფოკუსიანი ობიექტივით აკვირდებიან. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი მთვარის ზედაპირზე მოკაშკაშე წერტილი იყო. გუნდმა წამოაყენა წინადადება, რომ მას კეროლი დარქმეოდა, ვინაიდან ეს გახდებოდა უსასრულო მოგონების სიმბოლო მისიის მეთაურის, რეიდ ვაისმანის გარდაცვლილი მეუღლის, კეროლ ტეილორ ვაისმანისადმი, რომელიც 2020 წელს 46 წლის ასაკში მძიმე სენთა ბრძოლაში დაიღუპა. მნიშვნელოვანია, რომ კრატერი, რომელსაც კეროლის სახელი ეწოდა, მთვარის ხილულ და უხილავ მხარეებს შორის მდებარეობს. გარკვეულ დროს მისი დანახვა დედამიწიდანაცაა შესაძლებელი, რაც სიმბოლურად მარადიული კავშირის სიმბოლოდ აღიქმება. სიტყვის დასრულების შემდეგ კოსმოსიდან გადმოცემულ კადრებში გამოჩნდა თუ როგორ გადაეხვივნენ ერთმანეთს ეკიპაჟის წევრები.